მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მე მინდა ასეთი გაშლა გავაკეთო თქვენთვის, უფრო იმათთვის, ვინც შეიძლება არის ეხლა ისეთ მდგომარეობაში, რომ ფიქრობს, რომ დაუშვათ, ну, თქვათ, ურთიერთობაში პარტნიორი არაფერს არ აკეთებს. ასე რომ ვთქვათ, ხო? შეიძლება პაუზა გაქვთ, შეიძლება დაასრულეთ, მაგრამ ვერ გაიგეთ დაასრულეთ თუ არა და მაგრამ აი ან გულში ყავთ ვიღაცა, მაგრამ თქვენ ეხლა გებადებათ ისეთი კითხვა, რომ ეხლა დავიჯერო, რომ არავინ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მისი ადგილი თქვათ შეცვალოს. რა თქმა უნდა, ეხლა აქ ძალიან აქვთ ხოვთ, ნუ დაიწყებთ. ეხლა მყავს აქ ერთი გოგო, რომელიც სულ პროტესტსაც ხადებს, რომ არ მინდა მე სხვა, ჩემი მინდა. მაშინ ნუ უყურებთ ამ გაშლას და თუ ისე უბრალოდ უყურებთ, მაშინ ნუ ესე იგი უბრალოდ უყურეთ, ვიდრე გავიგე მე რომ თქვენ ახალი არ გინდათ. ეს გაშლა იმათთვის იქნება, ვინც თუნდაც ფიქრობს რა, შეიძლება ეხლა აი ხო არის დაუშვეს კითხვა სოციალს ყველას აი ვინც კონსულტაციაზე მოდის თქვათ და ვისაც მეტნაკლებ ისეთი ურთიერთობა აქვს ძალიან მტკივნეული და უნდა რომ გაუშვას ადამიანი მაგრამ არ უშვებს ეს სხვათა შორის კიდე შეიძლება იმისი მაჩვენებელი იყოს რომ ადამიანს ეშინია მარტო დარჩენა და იმიტომ შეიძლება ვერ უშვებს იმ ძველ პარტნიორს თუ ის არც მოქმედებს თუ ის არაფერს არ აკეთებს ხო შენს ურთიერთობაში ხო თუ არ მონაწილეობს შენს ცხოვრებაში ხო და შენ მაინც იძახი რომ არა იყოს ეს ნუ რაღაცა შეიძლება მიზეზი იყოს იმისი რომ შენ გეშინია თქვათ საერთოდ მარტო დარჩენის ესეც არსებობს ეგეთი ვარიანტი ნუ თემა მეკითხარით თქვენ ანუ არის რომელი მამაკაცი არის მზად დაიკავოს მისი ადგილი. ეხლა ვნახოთ რამდენად გამოვა ეს გაშლა თუ ძალიან გრძელი გამოვა, მაშინ იმ არხზე დავდებ, სადაც მაგ გრძელი გაშლები. თუ ცოტა მოკლეს იქნება საშუალოდ, მაშინ დავდებ იმ არხზე, სადაც მოკლე გაშლები მაქვს. აი ვნახოთ ახლა ჩვენ რა იქნება. ვნახოთ ეხლა ვინ შემოდის ამჟამად შენს ველში. როგორც კონკურენტი, თქვათ, ვაფშე საერთოდ არსებობს ეგეთ ადამიანი, ის თქვენი, აი, თქვათ, იმ ადამიანის, ვიზეც თქვენ ფიქრობთ. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ შედარება გავაკეთოთ და რამდენად, ანუ რით არის ის მამაკაცი, მასზე უფრო ძლიერი იმაზე, ვინც ახლა ყავთ. ეხლა ვნახოთ ჩვენ კიდე რა. აი თვითონ ის ადამიანი ხვდება თუ არა ის ვიზაც თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება სხვა ვიღაცა გამოჩნდეს, ვისაც შეუძლია თქვენი მის ცხოვრებიდან წაყვანა. ვნახოთ ყველაზე ძალიან დიდი შიში რა აქვს ამ თქვენს პარტნიორს, თქვათ, ხო? რომელიც თქვენ გიკავშირდებათ. რის ეშინია თქვენ? ვნახოთ კიდე ისეთი კითხვებიც დავსვათ, რომ აი თვითონ როგორ იქცევა ის გარეგნულად, ხო? რომ შეიძლება, ну, რაღაცას მალავს, თქვათ, ეხლა, ну, არის ჩუმეჭვიანი დაუშვათ, ხო? რას მალავს, ხო? და ვნახოთ ეხლა ჩვენ, რას გააკეთებს ის თუ დაუშვათ იგრძნობს, რომ ვიღაცა არის, თქვათ, ну, რეალური თუ იგრძნობს რეალურ საშიშროებას, ხო? აი ასე თქვათ. აი ასეთ რაღაცა გავაკეთოთ ჩვენ, ნახოთ რა ვიცი. აქ კონფლიქტი არის. კიდე თუ საჭირო იქნება დავამატებ მე აქ კიდე კითხვებს, იმიტომ რომ არის რაღაცა ესეთი მომენტი. ცოტა ესეთი კითხვები ავარჩიე. შევხედოთ ახლა სიტუაციას. მე რაღაცა უნდა მეთქვა, მაგრამ ამ მომიგარდა, კაი, მე რეკეთებ მაშინ, ამიტომ მოვიდა. აბა ვნახოთ ახლა პირველ რიგში, ვნახოთ თუ აი ეხლა თუ არის ეგეთი ენერგია ადამიანი, თქვათ ხო, რომელიც ეხლა შეიძლება იყოს როგორც კონკურენტი, თუ არის ვიღაცა არის. კი ბატონო, არის. არის ახალი ადამიანი, არსებობს თქვენს ველში. მამაკაცი, რომელსაც უნდა შემოვიდეს თქვენთან ცხოვრებაში
თავისუფლად არის. უკვე გზაშია. ზოგი შეიძლება კიდევაც იცნობთ რა, დაუშვათ, არ არის გამორიცხული. აქ შეიძლება იყოს ადამიანი, ჯერ ნახავ მე იცით რა მაინტერესებს. კაი, მაგას მე გეტყვით. არის, კითხვა, პასუხი არის, რომ არის. არის. ვნახოთ ახლა, რით ეს მამაკაცი უფრო ძლიერი ვიდრე ის, ვიზეც თქვენ ფიქრობთ რა. რითი უფრო ძლიერი? უფრო ძლიერი შეიძლება ეს იყოს ხმალები საერთოდ უფრო პასუხობს გვიპასუხებს გონებაზე. გონებრივად, სტაბილურობით, ნახეთ რა ხდება. სტაბილურობით შეიძლება ის ადამიანი, რომელზეც თქვენ ფიქრობთ და რატო ფიქრობთ, რატო ხარ ხალი ასეთ მდგომარეობაში, რატო შეიძლება ჩავარდეს, ხო? თუ შენ ყავს სტაბილური ადამიანი, რომელიც არის, თქვათ, ახლა თუნდაც არ ახარ ცოლ-ქმარი, ან ერთად შეიძლება ცხოვრობთ, მაგრამ თქვათ ოფიციალურად არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი, ქალს უნდა სტაბილურობა. უსაფრთხოება. ამასაც ვეთყოდი რა. იმიტომ რომ ნახეთ საერთოდ ბევრჯერ მithქვამს ეს მომენტი, რომ დაუშვათ მამაკაცი როცა გადის გარეთ, ხო? ქალში იწყება შპოთვა, ისე კი არ ვთქვათ აშკარა, რაღაცა მაინც ნერვიულობს, ხო? და ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ მამაკაცების საყურადღებო, როცა გადიხარ შენ გარეთ, ყოველთვის დაამატე, რომ მე დავბრუნდები მალე, თქვათ, მე დავბრუნდები. რატომ? იმიტომ რომ ეს დარჩა ქალებს იმ პერიოდებიდან, როცა კაცები მიდიოდნენ ომში. და ამიტომ ესეთი პროგრამა გვიზის რა. და ქალს აქ ეს მომენტი, რომ შეიძლება წავა და აღარ დაბრუნდება. ეს მომენტი არის ფსიქოლოგიური, რომ იმიტომ, ხო შეიძლება თქვა, даже მაღაზიაშიც რო გავიდეს, ქალს აქ რაღაცნაირი ერთგვა, ცოტა, მე ხო ზოგს ახლა ძალიან აქ ეს დავუშვოთ ახლა, ეს შპოთვა ზოგს, გამოვლინებული ზოგს არა. მაგრამ არის. და თუ დაუშვათ იგვიანებს, ხო, სიტყვაზე უნდა მოვიდეს, მაგრამ იგვიანებს, სამსახურიდან რაღაცა იწყება რაღაცა შინაგანი შპოთვა, შეიძლება შენ ვერც ხსნი რამჭირს ვერ გავიგე, ხო? ეს არის და ამიტომ მამაკაცებს თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს მამაკაცებსაც თუნდაც რომ გთხოვ რა, ეს არის ეგეთი პროგრამები გვაქვს ამ ჩვენ ხალებს და უბრალოდ მითხარი, მალე დავბრუნდები. მივხვდით? და ამ ადამიანს ეს არ დაჭირდება. იმიტომ რომ ეს ადამიანი არის როგორი ტიპი, იცით? კი ძალიან ესეთი მოძრავი, კი ძალიან საქმიანი, კი დადის რაღაცა, ეს უნდა მეთქვა რომ შეიძლება სხვაობა გქონდეთ, თქვა რაღაცა საკში რა, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ მომივიდა ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ბიჭი იმის მიუხედავად რომ არის ძალიან ენერგეტიკა აქვს ესეთი რა, კარგი რა, დადის, მიდის, არ არის ესეთი ტიპი რომ თქვა ერთ ადგილზე იჯდეს, მაგრამ გაძლევს იმასთან შედარებით, არის ეს სხვაობა, რომ სტაბილურია და როცა მართლა გავა სახლიდან, ეს გეტყვის, რომ მე დავბრუნდები მალე. ამას აქვს ეს მომენტი, ახლა მე ვეძახე, ახლა ზუსტად ამ სიტყვებით შეიძლება არა, მაგრამ გაგრძნობინებს, რაღაცა სტაბილურობას გაძლევს რა. ზუსტად იმ უსაფრთხოებას, რომელიც გჭირდება, იმას გაძლევს ეს ადამიანი რა. ამაზე არის ეს რა, ამისი სიძლიერე არის, იმიტომ რადგან ეს ამოვიდა, ესე იგი თქვენი პარტნიორი არ იყო ეგეთი ტიპი, ან არ არის ეგეთი ტიპი, შეიძლება გაქრეს, წავიდეს, რო წავა, როდეს მოვა, რა ვიცი, ვერ გაიგებ, ხო, სიტყვაზე, ან საერთოდ ხა, ეგეთი რაღაცა, რადგან თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია. ტყუილად არ გვაჩვენებდა. ვნახოთ ახლა ჩვენ ეხლა უკვე დაბრუნდეთ თქვენს პარტნიორს, ხო? დაუშვათ, ჩვენ გავიგეთ, რომ არსებობს ადამიანი თქვენს ველში, რომელიც შეიძლება მოვიდეს, უკვე და მოგცეს ეს სტაბილურობა, რომელიც შენ შეიძლება თქვათ გჭირდება ძალიან. ეხლა ვნახოთ, ეხლა თქვენი პარტნიორი რას ხედავს ეხლა და თუ ხდება ვაფშე, რომ შეიძლება თქვენ ეხლა დაუშვათ, შეიძლება ვიღაცა წაგიყვანოს, ხო? სხვათა შორის
სხვათა შორის მე რატომღაც მომივიდა ისეთი თემა, რომ მაგას რატომღაც მე ვფიქრობ, ისეთი დარწმუნება, რომ ვერავინაც ვერ წაგიყვანს. იმის მიუხედავად, რომ აქ არის ახლა ეტლის არკანი და დაუშვოთ შეიძლება გვეთქვა, რომ კი ხდება. მაგრამ აქ მოდის როგორი ენერგია, რომ ადამიანი თითქოს იცის, რომ შენ კი არა, მე ვარ მისთვის მნიშვნელოვანი, მე ვარ გამარჯვებული, ჩემნაირ საწავა. მიხვდით? ხო სწორედ ვფიქრობ, კი, სწორედ უეჭველი ეს ასეა. იმიტომ რომ იმის მიუხედავად, რომ ასე სადღაც შეიძლება შორს არის, შეიძლება სადმე წასული არის, ხო, მაგრამ რატომღაც ეგეთი ენერგია მოდის, აბა რას ნიშნავს? აქ ნახეთ როგორი თემა არის. აქ ორ ვარიანტს მაჩვენებენ მე. მაგისას ერთი მხრიდან ფიქრობს, რომ საწავა, მაგრამ მეორე მხრიდან ეშინია, რომ ვიღაცა უფრო ძლიერი გამოჩნდება, რომ იცოდეთ. აი დღეს ეთელმა ეგეთი რამე მითხრა. პლუს კიდე ნახეთ, ახლა აქ ნახეთ, აი არაკორექტული იყო კითხვა. ანუ თქვენ ახლა მაპატიეთ, ახლა ძროხა ხო არა ხართ, რომ ვიღაცამ სადღაც გადაგიყვანოს, ახლა ქალი ხარ, უმაღლესი დონის, ხო? და უბრალოდ აქ როგორი თემა არის? თან ახლა აქ ისეთი ცხენებიც არის, რომ რა ვიცი, აი თან ფიქრობს, რომ არა საწავა, მაგრამ მეორე მხრიდან შიში აქ ამას იმის, რომ შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს და შეიძლება დაუშვოთ შენ თვითონ გადაწყვეტილება მიიღოს. ეშინი აქ არის უშუალოდ რა, იცით? ამას აქ ეს შიში, აქ უფრო აქ შიში, რომ ამაზე ძლიერი ვიღაცა შეიძლება გამოჩნდეს. აქვს. იმიტომ რომ თვითონ როგორ არის, იცით? თვითონ იცის ძალიან კარგად, რომ როგორც აი მამაკაცი არა დგას თავის ადგილზე. რატომ მე აქედან დასვლას რატო ვიღებ? იმიტომ რომ თუ შენთვის აი ეს სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ხო? ესე იგი ეს ადამიანი ამ სტაბილურობას ვერ გაძლევს. და იმიტომ არის ეგეთი სიტუაცია და იცის მაგან ეს ძალიან კარგად და მაგიტომაც აი ეს შიში აქვს, რომ ვიღაცა უფრო ძლიერი არ შემოვიდეს, აქ იმპერატორია. აქ იმპერატორის ეს შინია. რომ უფრო ძლიერი შეიძლება შემოვიდეს. კი ბატონო, ხდება. всё. ყველაზე დიდი შიში რა აქვს მაგას, აი შენთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი შიში აქვს, იცი რა არის? აი აქ არის ქალი, რომელიც პრინციპში არის გამარჯვებული. არის, ანუ თქვენ ხართ ესეთი ტიპი, რომელსაც ახლა წინსვლა გაქვს სულ. თქვენ ხართ ესეთი ტიპის ქალი, რომელსაც ახლა პრინციპში ძალიან კარგად ხდება რა. აი მშვენივრად კარგად ხდება ეს ადამიანი, ვისთან აქვს საქმე. აქ დაჟე ვეტყოდე, რომ აი რომ თქვენ იმდენად მაგარი ხართ, რომ ამას ეშინია თქვენ, რომ უფრო იქნებით, როგორ იცით, უფრო ძლიერი, უფრო გამარჯვებული, აი ეგეთი რაღაცა, აი ეს არის, რომ ვერ კი. კიდე ის ხო გეუბნებით. აი მაგას გეუბნებით რა, რომ აი ამას აქვს უდიდესი შიში, კიდე გეუბნებით რა, რომ ვიღაცა მართლა, რომ თქვენ ესეთი ტიპი ხართ, თქვენ ის იმდენად ანათებთ რა. ამისი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვა რაღაცა უძლიერესი, თქვა, სიყვარული, ანუ ადამიანი ვიღაცა მოვა აქ უფრო თქვა, სერიოზული, ვიდრე ეგ თვითონ. ნახეთ, იმიტომ რომ შეხედეთ, რომ ახალი ვიღაცა მოვა სერიოზული ურთიერთობაზე ყველაფერს შეცვლის რა. აი ეს არის მაგისი ყველაზე შიში, რომ ვიღაცას როგორ არის, იცი? აი ქართულად ახლა როგორ თქვა? უპირატესობას მისცემ თქვენ ვიღაცა სხვას, ანუ ვიღაცა მაჯობებს. ვიღაცას გაყვება ცოლად, ვიღაცას აეგარებს რა. ძალიან კარგად ხდება ეს აღიარებს. კაი, ნახოთ აბა როგორ რას მალავს და რას როგორ აჩვენებს თავს. აჩვენებს თავს ცივად რა, ვითომ არაფერიც არ მაინტერესებს მე საერთოდ რა. რაც გინდა გიქნია. ძალიან ცივად, არც იმას შვება რა ქვია, აი
შეება შორიდან გიყურებს, მაგრამ ძალიან ცივად იქცევა ეს ადამიანი რა, ძალიან ცივად. იგნორი შეიძლება იყოს აქ ყველა ვარიანტში და ამიტომ დისტანციას იჭერს ყველა ვარიანტში ეს ადამიანი და აქ არის კაცზე როცა გამოდის ქალის ენერგია, ეს იგი მარი ქალის ენერგიაში, ქალის ნუ ჩვენში ყარი ქალის და კაცის ენერგია. ეს ამჟამად არის ამ ენერგიაში, რატო და იმიტომ რომ როგორც ქალი ელოდება კაცისგან ქმედებას და არა კაცი ელოდება ნუ და ელოდოს ქალისგან ქმედება, ხო, ვაფშე და ხო და აი ამას ეგეთი პოზიცია რაღაცა ცოტა კაცისთვის არ არის ეხა სათანადო თქვათ, ხო და ნახოთ ეხა ნუ რას გააკეთებს ეს ადამიანი, როცა იგრძნობს რეალურ საფრთხეს. არაფერს. რატომ? კითხვა მაქვს. იმიტომ რომ ბედნიერებას გისურვებს? რის შეეშინია? იმიტომ რომ ეთქობა არაფერი არ აქვს მაგას ისეთი რაც შეუძლია რომ თქვენ შემოგთავაზოს. იმიტომ გეუბნე აქ რაღაცა ისეთი პოზიცია აქ ადამიანს იცით ხვდება რომ შეიძლება ვიღაცას შემოვიდეს. მოდით აბა ვკითხოთ მაშინ აი ეს ადამიანი რომელსაც თქვენ გაჩვენებენ ხო რას შემოიტანს ის შენს აი რას მოგიტანს ეს დაუშვათ ახლა აქ რაღაც ძალიან უცნაური ადამიანი ყავთ თქვენ მაგრამ ნუ ნახოთ ახლა ამაზე რაღაცა კონკურენცია მგონი მის მიუხედავად რომ ხდება მაგრამ მაინც მგონი ვერ ხდება так მოდით ნახოთ ახლა ჩვენ აი ეს პოზიცია მაინტერესებს ეს ადამიანი ვინც შემოვა რას მოგიტანს თქვენ აი გეუბნებით ეს ადამიანი მოვა და შეცვლის ან თქვენს რთული პერიოდი ანუ თითქოს როგორ არის იცით თქვენს სირთულეს თქვენს რაღაცა პრობლემებს ანუ გამოგიყვანთ იმ რთული პერიოდი რა რთულ პერიოდში ხართ თქვენ კი გაგინათებს თითქოს და ანუ ეს არის ესეთი ადამიანი ნახეთ რას მოგიტანს აი აქ ადამიანთან არ იქნება ჭუბი, აქ ადამიანთან არ იქნება რაღაცა სუმოლოდინის რეჟიმი თქვათ, მაგრამ ეს არ იქნება აი აქ ამ ადამიანთან რა. აქ ადამიანი ეგრევე დაგელაპარაკებათ და სერიოზულ რამეს ეგრევე შემოგთავაზებს სხვათა შორის, კი. და აქ ადამიანი იქნება მზად იმისთვის, რომ იმუშაოს ურთიერთობაზე, კი. იმიტომ რომ აქ ადამიანს უნდა უკვე სერიოზული ურთიერთობა. კი. შანსი უნდა რომ აი სერიოზული ურთიერთობა შექმნას. იმიტომ რომ მაგან უკვე გაიარა ის პერიოდი, როცა მარტო გართობები და რაღაცა მომენტები ქონდა, გაიარა და უკვე უნდა ადამიანს ხანძლივი სერიოზული ურთიერთობა, ვისთვისაც არის აქტუალური შვილები და ოჯახი. აი ეგეთი ადამიანი არის ეს. აი ამისგან რა უნდა ელოდოთ საერთოდ. ყოფილი ამ ადამიანს როგორ აქ იცით თან უნდა რომ თქვათ გამოჩნდეს თან ვერაფერს ვერ აკეთებს ზის და მარტო ტირის ვერაფერი ვერ შემწელი რა ეს იქნება იჯდება თავის კი უყვარ ხართ შეიძლება რაღაცა მაგრამ რა არის გოგო აქ სამი ტუზი ეს ადამიანი გამოჩნდება მილიარდ%-ით გამოჩნდება ვინც ელოდებით იცოდეთ გამოჩნდება ეს ადამიანიც გამოჩნდება ყველა ვარიანტში აი აქ 1,000,000%-ს გეუბნები აუცილებლად გამოჩნდება და მოვა ეს ადამიანი თქვენთანს. აი მილიარდი%-ით შემიძლია გითხრათ და თქვენ დადგებით აქ შეიძლება даже არჩევანის წინაც დადგებით თქვენ. ანუ თუ ეს ადამიანი თუ გამოჩნდა კიდე ნახეთ, აქაც არის ესე რა ქვია, აი ახალი ადამიანი აგერ არის გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და თქვენ აგადგებით არჩევანის წინ.
გექნება დასაფიქრებელი. ანუ შეიძლება როგორ არის იცით, საერთოდ ეს მასე მუშაობს, როცა თქვა ეხლა ვითომ არაფერი არაფერს არ იმუშავება, მაგრამ შეიძლება იმ წუთში არ იმოქმედებს დაუშვათ რაღაცა, მაგრამ აქ ნახეთ ენერგიას იგრძნობს, მაინც იგრძნობს ენერგიას, რომ ვიღაცა არის თქვენ სივრცეში. შეიძლება ვიღაცა თქვა ეხლა, ხუთშე ძალიან კაი პრაქტიკა. 1000 ვიღაცები დარწმუნებული ვარ, რომ წერენ თქვენ ახლა. უბრალოდ მე არ გეუბნებით, რომ წადეთ ახლა და რაღაცა თქვათ ახლა გააკეთეთ თქვათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, ხო? მაგრამ აი მიმოწერა თუნდაც რაღაც, აი ეს არის ძალიან, აი თუნდაც ერთი წინადადება რაღაცა რომ მიწერონ ვიღაცას, ხო? ეგრევე არის, როგორ იცით, ეს თქვენი პარტნიორი, ხო? ეგრევე გრძნობს მენტალურად, რომ შენ ვიღაცა თქვათ, ნუ რაღაცა, ნუ ეს არის უხილავია რა. და ეგრევე ჩდება. იმიტომ რომ იგრძნო რომ რაღაცა უსაფრთხოება ემუქრება რა. ხო და ამიტომ საშიშროება ემუქრება, ხო? სწორედ თქვენ. ხო და ამიტომ შეიძლება ამიტომ იმიტომ რომ აქ სამი ტუზი გამოვიდა მაგის მხარეს და ნუ არჩევანი გექნება თქვენ ისე გტოვებს. ნუ ჩვენ დარო საერთოდ ძალიან ჭკვიანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვაჩვენებს და გვაძლევს არჩევან. ის გვეუბნება ჩვენ სავარაუდო. ჩვენ ხო ცხოვრობთ ბევრი ფანტურ ველში, ბევრი რეალური თემები არის ჩვენთვის, ხო? და ეს იმიტომ გეუბნება, რომ შენ შეგიძლია თვითონ აერჩიე შენ რომელ ველში გინდა იყო. თუ გინდა მასთან იყო კი ესეც გამოჩნდება, მაგრამ არის ადამიანიც შენს ველში, ვისთანაც შეგიძლია შენ ურთიერთობა გააგრძელო. ორი ვარიანტი პრინციპში გვაჩვენეს. დანარჩენი რა თქმა უნდა იქნება თქვენზე თქვენ გადაწყვეტთ და თქვენ გააკეთებთ არჩევანს. იქ აქეთ დარჩებით თუ აქეთ წახვალთ თუ სად იქნებით, ყოველთვის არჩევანია და თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ვქმნით იმ სიტუაციას, აი მე ყოველთვის მაგას ვამბობ, იმის მიუხედავად, აი ბედის მატრიცას ხო მუშაობ, მაგრამ იქაც არის ორი ვარიანტი. შენ შეგიძლია დატოვო ყველაფერი როგორც არის, რითიც ხარ მოსული, მინუსებით და პლუსებით, შეგიძლია იმუშაო ამ შენს თქვათ მინუსებზე და შენი ცხოვრება გადაიყვანო სულ ახალ თალღაზე. ისევ შენზე დამოკიდებული ყველაფერი. იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. აი ეს არის შინაარსი მაგ სიტყვების, ჩემო ლამაზებო. მე როგორც ყოველთვის გისურვებ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს და ბედნიერებას.